ფაქტები, საზოგადოების ჩართულობა, ანალიზი, მთავარი თემები. საზოგადოებრივ პოლიტიკურ თოქ-შოუში თემა ნანა რობაქიძესთან ერთად. საღამომშვიდობისა პირდაპირ ეთერშია საზოგადოებრივ პოლიტიკური თოქ-შოუ თემა მე ნანა რობაქიძე ვარ 2025 წელს ეს გახლავთ ჩვენი პირველი გადაცემა საკმაოდ საინტერესო და წარმომადგენლობითი სტუმრები გვყავს მე მინდა წარმოგიდგინოთ ისინი მერაბ კვიცარიძე რომელსაც ძალიან ბევრი იცნობს და მე მგონი სრულიად საქართველოს ქუთაისის ნაზარიშვილის კლინიკის დირექტორი ქუთაისის საპატიო მოქალაქე დავით აღმაშენებლის პრემიის ლაურეატი და ოქროს მედლის მფლობელი გოგებაშვილის პრემიის ლაურეატი ზურაბ გორგილაძის პრემიის ლაურეატი. ვახტანგ გოგრაჭაძე, რომელიც გახლავთ ფილმ ისმეთ აჯარის რეჟისორი, ნიკო ნიკოლაძის პრემიის ლაურეატი. მერი დიასამიძე, გახლავთ ბეიკოზი ბათუმის ქართული საზოგადოების კულტურის ელჩი, დედაენის საკვირაო კურსების მასწავლებელი სტამბულში, საპატიო ქედელი, თამარ ხოზრევანიძე, ფილოლოგი, მწერალი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, ყობა ბუაძე, სამართლის დოქტორი, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. დღევანდელი ჩვენი საუბარი შეეხება თურქეთში მოღვაწე ბიზნესმენის, საზოგადო მოღვაწისა და ქველმოქმედის ისმეთ ვაჭარიძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. ეს არის პიროვნება, რომელიც საქართველოში, კონკრეტულად ქუთაისში დაიბადა, მაგრამ მისი მოღვაწეობა უკვე შემდეგ გრძელდება თურქეთში და ამის შესახებ აუცილებლად ისაუბრებენ დღეს ჩვენი სტუმრები, ასევე თურქეთში მოღვაწეობის შესახებ, ზოგადად მათი ვიზიტების შესახებ, თუ რა გაცვლითი პროგრამები არსებობს, ამის შესახებაც მოგვიწევს დღეს საუბარი და რა თქმა უნდა, ფილმის შემქმნელი რეჟისორი დეტალურად მოგვეყვება იმ ფაქტების შესახებ, რაც ფილმში შესაძლო არ ჩანს, მაგრამ მაყურებელისთვის ცნობილი გახდება. ბატონ მერაბ, თქვენგან უნდა დავიწყო, რატომ არის მნიშვნელოვანი ზოგადად, მოდით ამაზე ვისაუბროთ, ეს ურთიერთობები, რომელიც უკვე წლები არსებობს საქართველოსა და თურქეთს შორის, კონკრეტულად ქუთაისს გულისხმობ ამ შემთხვევაში და თქვენ არაერთ დელეგაციას უდგებით ხოლმე სათავეში და საკმაოდ საინტერესო მასალა, ისტორიული ფაქტები ჩამოგაქვთ ხოლმე მაყურებლისთვის, მსმენელისთვის, გადაგაქვთ წიგნში და ალბათ შემდეგ ბევრი წაიკითხავს და ეს უკვე ისტორიას რჩება და რატომ არის ზოგადად საინტერესო კონკრეტულად ისმეთ ვაჭარიძის ცხოვრება და მოღვაწეობა. მოდით მოგვიყევით მოკლედ თავიდან და შემდეგ განვაგრძოთ საუბარი. მივესალმები ტელეკომპანია რიონის ტელემაყურებელს, მივესალმები სრულიად საქართველოს, მივესალმები ჩვენ ძვირფას სტუმრებს აჭარიდან, რომლებიც ჩემი დიდი ხნის მეგობრები არიან. ასევე მივესალმები ჩვენ ემიგრანტებს, რომლებიც უყურებენ ტელეკომპანია რიონის გადაცემებს, ასე გულხურვალეთ. ერთგული მაყურებლები არიან, მინდა გითხრათ. პირველი გადაცემა ამ წლის და თქვენ გილოცავთ ხაბატონ ნანარო. პირველ გადაცემაში ასეთი ძვირფასი სტუმრები გყავთ. ნამდვილად ძვირფასი სტუმრები. გაფრთხავარია დღევანდელ დღეს და მოგიოდე სიტყვას ისმეთ აჯარზე. დიახ. ისმეთი აჯარი ვაჭარიძე გახლავთ ქველმოქმედი კაცი, რომელიც ცხოვრობს სტამბულში. ძალიან ბევრი სასიკეთო საქმის წამომწყები და ინიციატორი და ძალიან ბევრი ადამიანის დამხმარე პიროვნება გახლავთ, რომელსაც მე უკვე საკმაო ხანია ვიცნობ და ეს ქალბატონი ჩემი მეგობრის ქალბატონი მერი დიასამიძის დამსახურება, სწორედ ის გახლავთ პირველი, რომელმაც პირველი ნაბიჯები გადამადგენებია მე ამ დიდი პიროვნებისკენ. თუმცა მანამდეც მქონდა თურქეთში ძალიან ბევრი ვიზიტები, იცით თქვენ და მინდა მივესალმო ასევე თურქეთ ქართველებს, რომლებიც ჩვენი მეგობრები არიან, იქ არიან ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელები, მინდა უცებ ჩამოვთვალო ადემ თურანი ყავს მეგობარი, ადემ ჩეგიქშენი, დავით დურაკი, ალი ილმაზი, ჰარუნ ჩიმქე, იცით თქვენ გადაცემაში ყავდა თათათუთაშხიას მთარგმნელი გახლავთ და ღირსეული ადამიანი და ძალიან ბევრი ჩვენი მეგობარი ბრძანდება იქეთ და მე მინდა მათ ორხან ბერიძე აუცილებლად, სალომე ბარამიძე, რომელზეც ჩვენი მეგობრები
უკეთესად ისაუბრებენ და კარბატონიდან ახლა მინდა გავჭერდე, იმიტომ რომ მე მინდა ბევრი სტუმრებმა იგაპარაკოს და ცოტა ვიგაპარაკო მე. რამე თუ დღევანდელი დღეც დასტორია იმისა, რომ აი ქუთაის და ბათუმს შორის ძალიან დიდი მეგობრული ურთიერთობები არის ჩამოყალიბებული და ბოლო წინადადება ამაში ყველაფერში შეიძლება გაგეღიმოთ დიდი ზურაბ გორგილაძეა დამნაშავე. და მე ამ საქმეში უდანაშაულო დამნაშავე ვარ. აღარც გადავდივარ კარბატონ მერისთან. ქავტონ მერი, როდესაც წარდგენა მოვახდინა თქვენი, რა თქმა უნდა, ყველა ტიტული საინტერესოა, მაგრამ დედაენის საკვირაო კურსების მასწავლებელი სტამბულში. აი დედაენა რომ არის ნახსენები უკვე მთელი ჩვენი სული და გული ჩადებულია დედაენაში, გოგებაშვილიდან დაწყებული და ძალიან დიდ საქმეს ემსახურებით. მოგვიყევით ცოტაოდენი თქვენი მოღვაწეობის შესახებ, იმ საქმიანობის შესახებ, რაც ასე მნიშვნელოვანია თვითოული ჩვენგანისთვის და იქ მცხოვრები ქართველი ადამიანებისთვის, ვისაც ენატრება ქართული, ვისაც უნდა რომ ქართული იცოდეს და ვინც სწავლობს ქართულს. მოგესალმებით ქალბატონო ნანა, მივესალმები რიონის მაყურებელს და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მე დღეს თქვენი სტუმარი ვარ. დიდი მადლობა მოწვევისათვის, ბატონ მერაბ კვიცარიძესაც ძალიან დიდი მადლობა. დიდი დამსახურება ამისი, რომ დღეს ჩვენ აქ მოვხვდით. დიახ, თურქეთის რესპუბლიკაში ამ ბოლო წლებში ძალიან აქტიურია საკვირაო კურსები. საკვირაო კურსები გახსნილია თითქმის ყველა ქალაქში. ძალიან განსაკუთრებულად სტამბულში რამდენიმე ადგილას არის გახსნილი და აქტიურად არის ჩართული იქაური ქართველები საკვირაო კურსების გაკვეთილებზე მოდიან. ძალიან დიდი დაინტერესება არის. ერთი სამწუხარო მომენტია ის, რომ არ არის ახალგაზრდობის დიდი აქტიურობა. უფრო არის 18 წლის, 20 წლის ახალგაზრდაც მოდის, მაგრამ ეს უფრო დაბალი ასაკის ბავშვები ვერ მოდიან. არ მოდიან, ძალიან მნიშვნელოვანია. ამაზე დიდი მუშაობა მიდის ახლა. დანარჩენი დიდებს ძალიან აინტერესებს, თითქმის ალაპარაკდნენ უკვე უკეთესად აი ის პერიოდი, რაც მე ვასწავლი დედაენას, შედარება არ არის პირველი წელი და უკვე მეხუთე წელი ძალიან გაფართოვდა მსმენელი აუდიტორია გაფართოვდა და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გადავდგი ნაბიჯი, წავედი მეზობელ ქვეყანაში, სადღაც დაახლოებით 6 მილიონამდე ქართველი ცხოვრობს და გავიცანი ჩვენი ქართველობა თითქმის ყველა ქალაქში თურქეთის ტერიტორიაზე, ვიცნობ ყველას, ვიცნობ ქართული ასოციაციების თავმჯდომარეებს, აი ეს კულტურის ელჩის წოდებაც, ეს სიმბოლური წოდება არის, რადგან მონაწილეობ ამ კულტურულ ღონისძიებებში და ორი ქვეყნის მეგობრობისთვის ძალიან ბევრი ღონისძიება და კარგი საქმეები კეთდება. და ბედნიერი ვარ, რომ პატარა ჩემი მოგზაურებული წვლილიც შევიტანე. აი იქ რომ არ წავსულიყავი, ალბათ ამ ბედნიერებას, ეს ბედნიერება მომაკლდებოდა და ახლა ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს. საკვირაო კურსების მასწავლებლები უმეტესობა არის ჩვენიდან ჩასული, აი როგორც მე, ემიგრანტები. ასწავლიან ადგილობრივი იქ ქართველიც ასწავლის ბატონი ეშრეფ ილმაზი. დიახ. ბატონი ეშრეფ ილმაზს მივესალმები აქედან. ძალიან ბევრი ასოციაცია, სადღაც 8-მდე ასოციაცია მარტო სტამბულში. სასიხარულოა, რომ რამდენიმე წლის წინ შეიქმნა მარმარილოს რეგიონის ფედერაცია. იქაც გაერთიანებული არის ორხანგაზის, ბურსის, იალოვას ქართული ასოციაციები და ფედერაცია შეიქმნა. აპირებენ შექმნან კიდე შავი ზღვისპირეთის ფედერაცია, სტამბულის ფედერაცია, შემდეგ იქნება კონფედერაცია და უფრო მეტ ძალიან ლამაზ ქართულ საქმეებს გააკეთებენ. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ იქაური ქართველები, ჩვენი ქართველებიც და აი ჩვენც აქედან ვინც ვართ ჩასული, ყველა ვაკეთებთ საქმეს იმისთვის, რომ ჩვენ ორ მეზობელ, უახლოეს ქვეყანას შორის ყოველთვის იყოს მეგობრობა, ყოველთვის იყოს გადებული ხიდი და ეს დაინახოს მომავალმა თაობამ, რადგან მათაც გააგრძელონ იგივე საქმე, რასაც აკეთებდნენ მათი წინაპრები. ასე რომ ამ მხრივ საკვირაო კურსების მხრივ იქ ყველაფერი მაღალ დონეზეა და კარგად მიდის მუშაობა.
დიდი მადლობა, ძალიან ბევრ საქმეს აკეთებთ, ძალიან მნიშვნელოვანს. დიახ, ნამდვილად დაგეხმარებით, იმიტომ რომ თაგვატონი მე აქ თავის თავზე ხო არ იტყვის. მე უნდა ვთქვა და ყველასთვის გასაგებად ქველმოქმედი გახდავთ და ძალიან ბევრ ქველმოქმედებას აკეთებს. იქ სადაც სტამბოლში მოღვაწეობს და ასევე ნიშნობრივ რაიონ ქედაში ძალიან ბევრი საქველმოქმედო პროექტის წამომწყები და ინიციატორი გახდა და სწორედ ამიტომაც დამსახურებულად რამოდენიმე წლის წინ საპატიო ქედების წოდებაც მიანიჭეს და ყოველთვის მიხარია მე მასთან ურთიერთობა და ახლა გეგმავთ ერთ დიდ საქმეს ის სოფელ 1 მაისიდან გახრავთ რომელიც ქედის რაიონს ან მუნიციპალიტეტს ეკუთვნის ნაზარიშვილის კლინიკა აპირებს ახლა წასვლას და ქაგვატონი მერის და ჩვენი მეგობრობა ერთობლივი გამოისახება იმაში იცით თქვენ რომ ჩვენ ძალიან ბევრ ქველმოქმედებას ვაკეთებთ და მისი სოფლის მოსახლეობა ასე პირდაპირ ეთერში უკვე გვიყურებს და ერთ-ერთ ეკიპს იცნობს აიმათ რომ ჩავაგდა დანარჩენებს ადგილზე გავაცნობთ და ესეც ერთი ღირსეული ნაბიჯი იქნება ჩვენი ურთიერთობის აი ამნაირი ესა იმის კარნახი რაც მისმა ქველმოქმედებამ ჩვენს რაღაცნაირად ჩვენ კლინიკას ცოტა სხვანაირად უყარნახა. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ქალბატონო ნანა მეც დავამატებ რომ ბატონ მერაბისთან ერთად ჩვენ რამდენიმე პროექტი საქველმოქმედო გავაკეთეთ ქუთაისშიც, ბათუმშიც. ასე რომ კიდევ ვაგრძელებთ ამ ხრივ მუშაობას. გამოდის რომ ამაზე კიდე ცალკე გადაცემა უნდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ საპატიო ქედელი ეს ტყუილად ეს წოდება არ მოდის, ხომ თუ არ უყვარხარ ადამიანს, ხალხს პირველ რიგში იმ საზოგადოებას, სადაც ისინი ცხოვრობენ, აი საპატიო პიროვნებად არ აგირჩევენ და ბუნებრივიც იყო რაც ბატონმა მერაბმა ბრძანა რომ აი თქვენი ქველმოქმედება არის გამომწვევი იმისა რომ საპატიო ქედელი გიწოდეს. კიდევ დაგიბრუნდებით აუცილებლად ქალბატონ მერი, ქალბატონ თამარს მინდა ვკითხო საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი ბრძანდებით და თქვენ ერთგვარად რაღაც დოკუმენტაციის სახითაც გარდა იმისა რომ ფიზიკურად იღებთ მონაწილეობას, ალბათ იღებთ თურქეთიდან იგივე მწერლებს და სხვადასხვა დელეგაციებს, აი დოკუმენტალურადაც ალბათ მოგიწევთ გაფორმება სხვადასხვა ხელშეკრულების, რომ ის რაც ხდება დაუშვათ პირადი ინტერესებით, კერძო ინტერესებით, ეს გაფორმდეს უკვე და ამას მიეცეს სხვა დატვირთვა და სახელმწიფოებრივი ინტერესები მიეცეს. მოგვიყევით იმ ადამიანების შესახებ, ვინც მოდის თქვენთან, სტუმრობთ, თქვენსად ჩადიხართ სტუმრად და როგორ ღვივდება შემდეგ ეს ურთიერთობები? მოგესალმებით, მევესალმები თქვენ ტელემაყურებლებს. მიხარია რომ დღევანდელი დღე შედგა, აქ ვართ. ჩვენთან ხშირად მოდიან თურქეთელი ქართველები და სტუმრობენ ბათუმში. ძალიან მიხარია ეს 2024 წლის 20-24 წლის 17, 18 და 19 დეკემბერს ამ ჯგუფთან ერთად უბედნიერესი 3 დღე ჰქონდა თურქეთელ ქართველებთან შეხვედრის. იქ ძალიან ბევრ ასოციაციაში მოვხდით, ვიყავით, გავიცანეთ, ადრეს ვიცნობდით ოჰრამ ბერიძეს, თურქეთში შოთა რუსთაველის საზოგადოების ცენტრი არის. მე ვნახეთ თურქეთში ილია ჭავჭავაძედ წოდებული ახმედ მელაშვილის შვილს იბრაიმ მელაშვილს შევხვდით. იქ ქართული კულტურის ცენტრი ძალიან ბევრი კარგი საქმე იყო და ყველაზე უფრო დიდი და დამაგვირგვინებელი შეხვედრა ბატონ ისმეთ აჯართან, რომელსაც ფესვები აქვს საქართველოდან, ქუთაისის წყალტუბოდან, თურქეთში დაბადებული და იქ გაზრდილია, მაგრამ ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებს. საქველმოქმედო საქმეებს, ეხმარება ემიგრანტებს. იქ ვნახეთ ჩვენ მოვიარეთ აჭარკენტი, თავისი შექმნილია და აღფრთოვანებული ვიყავით ერთი სიტყვით და ვიხარია რომ ასეთი ურთიერთობები არის, იმიტომ რომ ადამიანები იმისთვის ვართ მოვლინებული ამ ქვეყნად, რომ ყველაზე კარგი და ყველაზე ლამაზი მაინც კარგი ურთიერთობებია და ეს ურთიერთობები როცა ორ მეზობელ ერს შორის არის ქართველებს და თურქებს შორის, ეს კიდე უფრო აღრმავებს ჩვენ ურთიერთობას და რა თქმა უნდა ჩამოდიან ჩემთან პატარა საოჯახო სასტუმრო გვაქვს ბათუმში, აქ სტუმრობენ თურქეთელი პოეტები, მწერლები და რა თქმა უნდა საღამოებსაც აწყობთ. რა თქმა უნდა და ხვდებით საღამოებზე ერთმანეთს
არის გაცვლითი პროგრამები და ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანები იმისთვის ვართ, რომ ბოლო-ბოლო ურთიერთობები უნდა დაათბეს და ბოლო-ბოლო გვიყვარდეს ერთმანეთი, ვაჟამ კლდეს წყულა კი რა თქმა უნდა, რომ ადამიანებო კაცნო გიყვარდეთ ერთმანეთი, თუ გიყვარდეს უნდა ერთმანეთი, ეს თურქეთელი ქართველი იქნება, ქართველი იქნება თუ უცხოელი იქნება, მაინც სამყაროს სიყვარული გადაარჩენს. Absolutely, გეთანხმებით, აბსოლუტურად ბატონო თამარ. ბატონო ვახტანგ, საინტერესოა მოგვიყვეთ ფილმის შესახებ, რომელსაც მაყურებელი აუცილებლად ნახავს, როდესაც ჩვენ დიალოგს დავამთავრებთ გადაცემის შემდეგ და მე ახლაც მინდა დავაანონსო, რომ გადაცემის დასრულების შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ძვირფასო მაყურებლებო ფილმი, რომელიც მოამზადა ბატონმა ვახტანგ გოგრაჭაძემ და ეს ფილმი ეძღვნება ისმეთ აჯარი ვაჭარიძის ცხოვრებას, შემოქმედებას, რატომ შეარჩიეთ ეს პიროვნება, რამ განაპირობა, რატომ არის მიმზიდველი ზოგადად მისი ცხოვრება და მოღვაწეობა, რა უნდა ვისწავლოთ მისი ნაბიჯებიდან დაუშვათ, ახალგაზრდებმა რა უნდა გადაიღოს და ასე შემდეგ მოგვიყევით. მოგესალმებით. ჯერ კიდევ იანვარი არ დასრულებულა. მინდა გისურვოთ საუკეთესო 25 წელი. დიახ, მადლობა ასევე. როგორც გავიგეთ პირველი გადაცემა 25 წელში, ბატონო. მოგესალმებით თქვენს ვირფას მაყურებელს, მოგესალმებით ჩემს უძველეს ქუთაისს. მინდა გითხრათ, რომ ყოველ ჯერზე აქ ჩამოსვლა რაღაც დიდი ბედნიერება. ჩვენ საყვარელ ქუთაისს. დიახ, რა თქმა უნდა. მოდი ცოტა შორიდან დავიწყებ. დიახ, გისმენთ. დაახლოებით 156 წელი გავიდა რუსეთ-ოსმალეთის იმპერიის შორის ომის შემდეგ. მას შემდეგ ვიცით, რომ ათასობით ქართველი გადავიდა თურქეთის ტერიტორიაზე საცხოვრებლად. აი მას შემდეგ გამრავლა შთამომავლობა, დღეს ვინც იქ ცხოვრობს, რამდენი წელი გავიდა, ხო? რამდენი თაობა გავიდა. ისინი არ გარგავენ ქართველობას. ეს არის ყველაზე მეტად დასაფასებელი და აი მე ასევე მინდა აღნიშნო, რომ საქართველოსთან საკმაოდ ბევრი ურთიერთობები არის, კულტურული ურთიერთობების გაცვლა-გამოცვლა ხდება, ვიცი ჩვენ ამას ვხედავთ, სახელმწიფო დონეზე, ორგანიზაციების დონეზე, უბრალოდ ადამიანების კუთხით, ადამიანური რესურსების კუთხით ბევრი აქტივობები მიმდინარეობს. ფიქრობ კიდევ მეტია საჭირო, იმიტომ რომ ნახეთ თუ ჩვენ მივაკლებთ სითბოს და ყურადღებას, ფიქრობ რომ ის ადამიანები რაღაც სულიერად მოისუსტებენ შემდგომში. ამის საილუსტრაციოდ გამოდგება ქალბატონი ჰავა გავიცანე სტამბოლში პირველად ნახე და მიყვება ქალბატონი ჰავა ჩვენი ძველი მუხაჯერი ჩვენს ურთიერთობებზე საქართველოს და მოულოდნელად ვკითხე. რა ხსურს მე ვთხარი ქალბატონი ჰავა საქართველოს გამერი. ის ამითხრა არასოდეს არ დამოვიწყდება მისი პასუხი. დიახ. მინდა საქართველოს ხელები მომხმეოს. აი მე რა კარგი სიტყვებია, საოცარი სიტყვები. რომ იმ ხალხს ყურადღება ჭირდება და ეს ყურადღება არ უნდა მინერდეს დიახ და უფრო მეტი სიმძაფრე, იმიტომ რომ ეხლა ქალბატონმა მე მახსენა ქართულ ენასთან დაკავშირებით, რომ ახალგაზრდებს ინტერესი აღარ აქვთ. ეხლა გლობალიზაცია და სამწუხაროდ მოდი პირდაპირ გეტყვით, აქ აღარ აინტერესებთ ახალგაზრდებს ქართული რა. ეხლა იქ რო დავაინტერესოთ ამას დიდი მუშაობა კიდევ და შრომა კიდევ. საკმაოდ. ხო ეს კიდე ცალკე თემა. ასევე მინდა ვთქვა, რომ ქართული გენი რო დიდია და მასშტაბურია, ეს პატარა ერი, ეს უდაოა და ეს კიდე ცალკე დიდი თემაა და ამაზე არ ვისაუბრებ. სწორედ ამ ქართული გენის გამოძახილი გახლავთ ისმეთ აჯარი. აი ადამიანები, რომლებიც საქართველოში მოღვაწეობდნენ, გასაგებია, მაგრამ საზღვრებს მიღმა რომ ქართველები ყავდა ჩვენ და ეხლა ყავს კიდე უამრავი ქართველი, რომელიც ტიტან საქმეებს აკეთებს და დიდი ფიგურები არიან. ეხლა შეიძლება ითქვას, ესეთი შედარება თუ შეიძლება გაკეთდეს, ისმეთ აჯარი არის 21 საუკუნის ალავერდი ხან ურდილაზი იმ გაგებით, რომ ქართული გენი რას ნიშნავს, სწორედ იქ ამტკიცებს. როგორც ის შეიძლება ის ხმლის ეპოქა იყო მაშინ, მაგრამ ეს ადამიანი ამტკიცებს მეცენატიობით, სიკეთით, ქველმოქმედებით. აი გეტყვით ახლა როგორ მოხდა შეხვედრა სტამბოლში გახდით სხვა ასე ვთქვათ მიზნებისთვის, პირადი საქმისთვის. ვიცოდი რომ იქ იყო ძალიან ბევრი ქართული ასოციაცია, მოკავშირეები ქალბატონ მერის და მადლობა მინდა გადავუხადო მე ქალბატონ მერის, რომ მისი დახმარებით ძალიან ბევრი ქართულ თურქული იქ ცხოვრობი ქართველებს შორის შედგა ურთიერთობები. ეხლა ვინც ჩამოდის იქიდან ჩვენებურები, ალბათ პირველი ზარი შედის ქალბატონ მერისთან. ამის მადლობა თქვენ.
მოკავშირდები რომ მეთქი სად არის ეხლა ეს ქართული ასოციაციები, აქ ვარ ჩამოსული და ბარემ ვნახავ და ბარემ ვესუმრები. მოკლედ, აი დიდი ყურადღება გამოიჩინეს ქალბატონი მერის ერთი ზარის შემდეგ ყველამ, რა თქმა უნდა, რომ ესეთი ამბავია, ესეთი სიტუაცია, მაგრამ მითხრა რომ ისმე დაჯარი მოინახულე, ასეთი პიროვნება გახლავთ. ავთეკი მეც უბრალოდ ჩაოლივარ ვესუმრე მის ოფისში. არ იცნობთ. არ ვიცნობდი დიახ. აი გაუგნებული დავჭი იმითი რომ მაქვს მასშტაბური პროექტები და მეცენატეობა ამ პიროვნებას გაგიდი. ფილმში ბოლოს სხვათაშორის როცა შეხვედრა ჰქონდა და დავიწყეთ საუბარი, იქ გამიჩნდა იდეა რომ და უთხარი რომ პატარა ფილმი რო გავაკეთოთ თქვენ თუ შეიძლება თქო და ბატონო როგორც გაგიხარდება გავაკეთოთ და აი მე ამ მქონდა კამერა, ამ მქონდა არაფერი მზად არ ვიყავი დასული ხო? ტელეფონით გადავიღე და ფილმში სახელდახელოდ შეხვედრა დავტოვე სპეციალურად ტელეფონით გადაღებული. მასთან საუბარი, იმიტომ რომ ის სახელდახელოდ არანაირ დაგეგმილით არის. აი ნახეთ ახლა აი ქართველი კაცი, ტომით და მოდმით ქართველი კაცი რას აკეთებს უზარმაზარ თურქეთში. დიახ. აი სკოლები, უნივერსიტეტები, საერთო საცხოვრებლები, რესტორნები, ბულვარი, ეს სპორტის არენები ამ ყველაფერს აშენებს ჩუქნის ხალხს. ხვდებით? და აჭარკენტი ახსენა ქალბატონმა თამარმა, იქ უამრავი 12000 ადამიანი ჩაასახლა. ეს აჭარკენტი ეს არის ეს სასწავლი ქალაქ და სახლება თუ შეიძლება ითქვას ასე, სტამბოლის განაპირას, სადაც ტყე იყო და არაფერი არ იყო და ეხლა არის ულამაზესი თანამედროვე ყველა სახლი ერთნაირი. ეზოთი ინფრასტრუქტურით აბსოლუტურად ერთნაირი სახლები და უბრალოდ ლამაზიც არის, მნიშვნელოვანი დატვირთვაც აქვს. და იქ ძალიან ბევრი ადამიანი უანგაროდ ჩაასახლა ისმეთ აჯარმა. არა მხოლოდ თურქეთის რესპუბლიკაში, არამედ საქართველოში ძალიან ბევრი ქვემოქმედებებს აკეთებდა, აკეთებს კიდე და მე ვკითხე რომ 78 წლის ბრძანდება უკვე. რა ურთიერთობები გაქვს საქართველოსთან? ვინ გეხმიანება, ვისთან გაქვს შეხვედრები, ვის იცნობდით? გამომდინარე იქიდან რომ თაობა, ძველი თაობა, ამისახელა ედვარდ შევარნაძე, ასლან აბაშიძე, აი თელის ინტელიგენცია, მათთან ჰქონდა მეგობრული ურთიერთობები, ხშირად ჩამოდიოდა აქ და როცა გაიხსნა სარფის საბაჟო კარი და ჩამოვიდნენ ჩვენებულები, როგორც იქნა დიდი ლაუდინის შემდეგ საქართველოში, მაშინ ბათუმის ხელისუფლებაში მუშაობდა შვახეველი ანზორ გოგიკიძე, მე პარლამენტის წევრი გახდათ. და ფილმშიც არის ჩაწერილი. დაიწყო შეხვედრები ისმეთ აჯარმა მოსახლეობასთან და მაშინ ზე ემოციები. ეს უკვე ქართულ მოსახლეობასთან. დიახ, ქართულ მოსახლეობა აქ როცა ჩამოვიდა აჯარაში, ამაზეა საუბარი. ზე ემოციები იყო, იმიტომ რომ ფრიდან ხალვას კარგად ახსენილი სამები და ზე ემოციები იყო, ახალი ურთიერთობები შედგა, ახალი ნათესაობრივი ურთიერთობები გამოჩნდა და მაშინვე უკვე გამოჩნდა ისმეთ აჯარის უდიდესი ინტერესი ქართველების მიმართ. და მაშინვე დაიგეგმა ძალიან ბევრი პროექტი მისი თაოსნობით. ეხლა, როდესაც ჩადიხარ თურქეთში, ყველაზე მაგარი რა არის, იცით? როდესაც შენი ხალხი ყავს მაგოფილი. აი მოსახლეობა რო გაიგორო ჩვენი ვიყავით ჩასული გადაღებისთვის და ისმეთ აჯარის სახელი გარკვეული გაჟღერდა, ყველა მორბოდა რომ ისმეთ აჯარიო და იცი რას ამბობენ? ისმეთ აჯარიო თურქეთის ბაბაია. აი ეს ამასო ხალხი იწოდებს თურქეთის მამას, ქართველ კაცს გენით მოდმით, აი სიამაყეა და ვიფიქრე რომ ასეთი ადამიანები ჩვენ უნდა ვიცოდეთ ისმეთ აჯარს იცნობდა მისი თაობა, ჩემი თაობა ვერ იცნობს, მომავალ თაობას წარმოდგენა არ აქვს. ამიტომ მხოლოდ ისმეთ აჯარი კი არა, ვინც იქნება ზოგადად ჩემი ინტერესიც იყო რომ საქართველოს მე ვთხარი ბატონო ისმეთ თქვენი თავი კიდევ ერთხელ მომავალ თაობას უნდა ვაჩვენოთ. ეს არის ქართული მხოლოდ სახელგვარზე არ არის საუბარი. ქართული გენის ყინვილია უცხო მიწაზე. რა თქმა უნდა. ძალიან დიდ საქმეს შეეჭიდეთ ბატონ ვახტანგ და ეს საქმე მიყვანილი გაქვთ სისრულეში და მე უკვე ძალიან მაინტერესებს, მე პირადად არ მინახავს, მინდა ვუთხრა ჩვენს ტელემაყურებელს. ეს ფილმი ძალიან მაინტერესებს რომ ვნახო და კიდევ უფრო მეტი გავიგო ალბათ ფილმიდან ამ პიროვნების შესახებ, თუმცა მიახა ძალიან დიდი სურვილი მიჩნდება რომ ბატონი ისმედი, როდესაც ჩამოვა საქართველოში მოვიწვიო უკვე დაუსწრებლად ჩვენთან ეთერში და ის ალბათ კიდევ უფრო მეტს ისაუბრებს. დიახ. საჯარს მინდა ვთქვა, ისმეთ აჯარს უთხარი რომ
ამ ფილმს ვიღებ ერთი საქმის გამო, მთლიანად უანგარო არ არის. ეს არის ის, რომ შენ შვილებს ჩამოიყვა ხშირად გამოგზავნი საქართველოში, შენ შვილებს გამოგზავნი აქ, არ დაავიწყებ ქართველობას, აი საინისოდ მე გადავიღებ ფილმს მეთქი. გასაგებია. ძალიან კარგად გითხრა. დიახ. ამის კარგი საფუძველიც არსებობს, მინდა დაგემაყურებელს უთხრა, რომ ჩვენ გენეალოგიური კაბინეტი გავხსენით მისი სახელობის, სადაც სერიოზული რაღაცებია დაგეგმილი, რომელიც ქუთაისის სკოლებში ნახოთ ჭირდება პირველ რიგში. არსებობს მისი გენეალოგიური ხე და ჩვენ ბათუმეს სტუმრებს ძალიან დიდი მორიდებულობის ხარისხი ატყვია ქალბატონმა თამარმა, არ თქვა, რომ ის ავტორი არის ზურაბ გორგიგაძეს წერს საქართველოს. აი ეს გადაღებული პროექტია პრაქტიკულად იმ ვეფხისტყაოსზე, რომელსაც იმ სტილის პროექტი გახლავთ და ეს უკვე დასრულებულია და ქალბატონმა თამარმა დიდი ზურაბის ეს ხელნაწერი გადაცა მის მუზეუმს და არ ამბობს და მე უნდა ვთქვა ისევ სხვა გზა არა დარჩენილი და რაც შეეხება ჩემ ვახოს, რომელიც განსაკუთრებით მიყვარს ამ ფილმის გადაღება ანა ძირფასო ასე იოგი არ გახლავთ. ეს გახლავთ ის დიდი ძალისხმევა და შრომა, რომელიც მან ჩადო ამ საქმეში და კიდევ ერთხელ ქალბატონ მერის მადლობას მოვახსენებ იმისთვის, რომ მე ისმე დაჯაღი გამაცნო და მინდა გითხრა, მოვასწრო ახლა თქმა, რომ რუსთაველის ბიუსტი, ალბათ იცი. რა თქმა უნდა. ქუთაისში დაიდგა, მრავალ ქვეყანაში დაიდგა და ერთი რუსთაველის ბიუსტი მე საჩუქრად გადავეცი ისმე დაჯაღს, რომელიც ჯერჯერობით მის ოფისში დევს საკმაოდ დიდი ზომის და რომელსაც ალბათ მიუჩენს მიჩენილი აქვს უკვე გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს და ესეც ძალიან დიდი ძალისხმევის ბრალია და ბატონი ვახოს კიდევ ერთხელ მადლობა იმისთვის, რომ 37 საჯარო სკოლაში მისი სახელობის გენეალოგიური კაბინეტიც გადაიღო და ჩვენ ვეფციგდებით ამ საქმეს, იმიტომ რომ ის ურთიერთობები, რაც ბატონის მეთან არის ჩამოყალიბებული, მაინც სიკეთეზე ორიენტირებულია და სიკეთე უხვადგაცემას არ ნიშნავს, დროულადგაცემას ნიშნავს. ეს ბატონმა ისმენმა გადასაღებად იცის და კიდევ ერთხელ ჩვენ დელეგაციის წევრებმა მინდა მადლობა გადაუხადო მას პინძლობისთვის, ყველა იმ ადამიანებს და ასევე მინდა ფეხმი უსტიაშვილი ვადრიძე ჩემი მეგობარი, რომელიც ხშირად მეხვიანება და იმ დიდი საქმეების თანაზიარი გახლავთ და საქმის კეთებელი კაცი, რასაც ქართულ-თურქული ურთიერთობა ჰქვია და დღევანდელი დღეც ამის ნათელი დასტური გახლავთ. და ამიტომაც ბატონი ისმედი აუცილებლად ჩამოვა ქუთაისში შეგვირდა, მიუხედავად მისი ასაკისა, მაგრამ მისი შვილები და მომავალი და მისი ოჯახი უკვე იცნობს აკავგობას, საქმის ყოლშია ყველაფერში და ხშირი კონტაქტები ქალბატონი მერის საშუალებით და თარჯიმნობით, ასე რომ ვთქვათ, ჩართვით ერთად ვერთვებით, ვესაუბრებით და მას განსაკუთრებით უხარია, რომ ეს ყველაფერი ქუთაისში კეთდება და ჩვენი ერთიანი ძალისხმევით კეთდება. ძალიან კარგი და როდესაც ჩამოვა აუცილებლად გვესტუმრება ჩვენთან ტელეკომპანია რიონში, ესეც ფაქტობრივად უკვე ნახევრად მოცემული პირობა არის ბატონ მერა. მე ბატონ კობა, ბუნებრივია, როგორც ტელემაყურებელს ასევე გვაინტერესებს რამდენად სერიოზული და მნიშვნელოვანი პროგრამები ხორციელდება და უშუალოდ იგივე მე უნივერსიტეტის ხაზით მინდა გკითხოთ უნივერსიტეტსა და აი ამ თურქეთში მცხოვრებ პიროვნებებს შორის არის თუ არა ჩართული ამ პროცესში სტუდენტი ახალგაზრდობა კონკრეტულად თქვენი ფაკულტეტის ბიზნესის სამართლისა და მეცნიერების და როგორ მიმდინარეობს დღეს ეს ურთიერთობები, რა ეტაპზე ხართ? დიდი მადლობა. უპირველესად ყოვლისა მივესალმები ტელეკომპანია რიონის ერთგულ მაყურებელს. მინდა თქვენი ტელევიზიის დირექტორად ხელმძღვანელობას უდიდესი მადლობა გადავუხადო თქვენ შემოქმედების შრომით კოლექტივს. უდიდესი მადლობა ჩვენი აჭარიდან აჭარელ სტუმრებს შესანიშნავ საზოგადოებას და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ მერავს მადლიან კაცს და შეიძლება ითქვას მრავალ სასიკეთო საქმის თავკაცს არა მარტო დღევანდელი შეხვედრის ორგანიზატორს არამედ აი თურქეთში ჩვენი ვიზიტის ერთ-ერთ დიდ ორგანიზატორს და ამ საქმის თავკაცს
რაც შეეხება ჩვენი ვიზიტი თურქეთში, აქ შვენივრად ისაუბრეს ჩვენმა მეგობრებმა და იმ დეტალებს აღარ შეუდგები და მხოლოდ ღირებულ მომენტებზე გავამახვილებ ყურადღებას. ჩვენი შეხვედრა წარიმართა ძალიან მნიშვნელოვნად, ძალიან ღირებულად ქართული კულტურის ცენტრში, შოთა რუსთაველის საზოგადოებაში, ისმე დააჯართა, რომელზეც დღეს გარკვეული წინადადებები გაკეთდა და ყველაზე ღირებული ეგ იყო, რომ ჩვენი ვიზიტი ყისერად გაშუქდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. არაერთმა გაზეთმა გააშუქა თურქეთში ჩვენი იქ ყოფნის შესახებ და ჩვენი შეხვედრის ღირებული მომენტები. ღირებული მომენტი იყო ისიც, რომ ჩვენ გადმოგვეცა მნიშვნელოვანი სერტიფიკატები და მადლობის სიგელები ქართულ კულტურაში შეტანილი ღირსეული წვლილისათვის. რაც შეეხება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კუთხით ჩემ მონაწილეობას, მინდა აღვნიშნო, რომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს და კერძოდ ბიზნესის სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტს დღეს საკმაო ავტორიტეტი აქვს საერთაშორისო დონეზე. აბსოლუტურად. და ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ მე მომეცა შესაძლებლობა დიახ ჩემი ფაკულტეტის, ანუ იგივე ბიზნეს სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სახელით წარდგენილიყავი თურქული საზოგადოების და იმ ადამიანების წინაშე, სადაც ჩვენ შეხვედრები გვქონდა, მე მინდა ხაზგასმა გავაკეთო, რომ ბიზნეს სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი დღესდღეობით წარმოდგენილია ძალიან კვალიფიციური კადრით, პროფესიონალი კადრით და საკმაოდ გუნდურად მუშაობს. ეხლა ხაზგასმა მინდა იმაზეც გავაკეთო, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან დიდი მიღწევები აქვს დღესდღეობით ჩვენ ფაკულტეტს. მნიშვნელოვანი იყო ჩვენი შეხვედრა იმ კუთხითაც, რომ აი თურქეთში, ბეიქოსში შევხვდით თურქეთის იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს, სადაც დაიგეგმა საერთაშორისო კონფერენცია უახლოეს მომავალში, სადაც აუცილებლად მონაწილეობას მივიღებთ. საფუძველი ჩაეყარა თურქეთის სხვადასხვა ქვეყნების წამყვან უნივერსიტეტებში შემდგომ საჯარო ლექციებს. უახლოეს მომავალში იგეგმება ჩვენი კვლავ ვიზიტი ამ საჯარო ლექციების კუთხით სტუდენტების ჩართულობით და შესაძლებლობა გვეძლევა, რომ როგორც ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას თურქეთის სხვადასხვა სახელმწიფოში, აი სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტებში, ასევე თურქი პროფესორებიც ჩამოვიდნენ და წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩვენ ფაკულტეტზე წაიკითხონ საჯარო ლექციები. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ფაქტის შესახებ ყვებით, მაგრამ უნდა გაგაწყვეტინოთ ბატონკობა. ჩვენ კვალპირდაპირ ეთერში ვართ, ბატონკობა გაგაწყვეტინეთ თქვენი ურთიერთობებზე საუბრობდით, რომელიც ჯერჯერობით არსებობს და სამომავლო და ძალიან ბევრი გეგმები გაქვთ იდეაში და ასევე საუბრობდით ბიზნესის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის შესახებ, სტუდენტების შესახებ, რომლის დეკანიც არის ქალბატონი ნანა შონია, რომელიც სტუდენტებს და ზოგადად ჩვენ საზოგადოებას ძალიან გვიყვარს და მოვიკითხავთ აქედან. აუცილებელია ეს ამის აღნიშვნა და უერთები ამ სიყვარულს ნამდვილად და წარმატებას უსურვებს სხვათა შორის ძალიან ღირსეული და მაღალკვალიფიციური დეკანია ჩვენი ფაკულტეტის და ყველა ძალას და ღონისძიებას აკეთებს, ძალას ახმარს ენერგიას, რომ ჩვენი ფაკულტეტი საერთაშორისო ასპარეზზე გავიდეს და ინტერნაციონალიზაციის კუთხით უფრო მეტად წაიწიოს. სხვათა შორის არა მარტო ბიზნეს სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მინდა ყურადღება გავამახვილო, მინდა უყურადღებოთ არ დავტოვო ამავე უნივერსიტეტის, ანუ წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი, რომლის სტუდენტები აქტიურად არიან ჩართული თურქეთში რიზეს უნივერსიტეტში. პრაქტიკული კუთხით, აი სამედიცინო მიმართულებით, იქაც გაცვლითი პროგრამებია, მთელი რიგი განხორციელებული და ამ ყველაფერში ძალიან დიდ როლს ასრულებს ჩვენი მეგობარი ბატონი მერაბი და ქალბატონი ქეთევან ჯუღელი, რომელიც სხვათა შორის
უცხოენაზე მიყავს სამედიცინო ფაკულტეტზე ძალიან მნიშვნელოვანი კურსი და ბატონო ჩვენი ტელევიზიის ხელმძღვანელი ქაბატონი თამარი თავის დროზე ბატონ ავთანდილ ნიკოლაიშვილთან და აც განსვენებულ ტაღიელ ფუტკარაძესთან ერთად იყვნენ თურქეთში, სადაც სერიოზული ვიზიტი განხორციელდა და სწორედ ეს იყო დასაწყისი ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის თურქულ მხარესთან ურთიერთობისა. გასაგებია. აუცილებლად უნდა ჩაგერთოთ და ვთქვა ერთი წინადადება, რომ არა ხელშეწყობა ბატონი შალვა კირთაძის, რომელიც არის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, თავკაცი, ასე ვთქვათ, და მისი ხელშეწყობით და ხელდასმით ძალიან ბევრი საქმე გეთდება უნივერსიტეტში, მაშინ ვერ მოხდებოდა იმ ურთიერთობების განვითარება და მათ შორის თურქეთში, იმიტომ რომ მე ვიცი ბატონი შალვას სიყვარული თურქეთის მიმართ და ისიც ვიცი რომ იმ დელეგაციებში იღებს მონაწილეობას, თვითონ დადის და ყოველთვის არის მომხრე იმისა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაიმეგობროს და ეს ურთიერთობა შემდეგ განავრცოს და ასახოს ახალგაზრდებში, რომელიც აკაკი წერეთლის უნივერსიტეტს ნამდვილად ყავს მრავლად. ერთ-ერთი ღირსეული რექტორია სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის და დიდი სურვილი გვაქვს იმ გუნდს, რომელიც დღესდღეობით მოვაწევთ, რომ ის მიზნები, რაც ბატონ შალვას აქვს, აი გუნდური მუშაობის პრინციპით გვერდით დაუდგეთ და ჩვენი უნივერსიტეტი უფრო და უფრო ავამაღლოთ საერთაშორისო ასპარეზზე. საოცარი უნივერსიტეტია, გეთანხმებით აბსოლუტურად და ძალიან კარგი თავკაცი ყავს ბატონ შალვას ხელმძღვანელობით. ქავტონ მერი, აუცილებლად უნდა გითხოთ ბატონ ისმედ აჯარის შესახებ, თქვენი დამოკიდებულება, თქვენი ურთიერთობა, თქვენი განწყობა და ის, რასაც ის აკეთებს, ბატონო ვახტანგმა მოგვიყვა და საოცარ საქმეებს აკეთებს, უდიდესი ქველმოქმედია, ფაქტია და ჯერ კიდევ წინა აქვს მომავალში ძალიან ბევრი რამ დაგეგმილი. მომეცა თქვენი ტელევიზიის საშუალებით ამ ადამიანს, რომლის ფასი მე ვფიქრობ, რომ აუწონავია. მე მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო თურქეთში მცხოვრებ ყველა ქართველს, ყველა ქართული ასოციაციის თავმჯდომარეებს მივესალმო. მადლობა ვუთხრა იმ ქართული საქმეებისთვის, ქართული კულტურის აღორძინებისთვის თურქეთის რესპუბლიკაში და მინდა რომ ისე გააგრძელონ მუშაობა, როგორც მე დავინახე ამ წლების განმავლობაში მათი სიყვარული საქართველოსადმი. უღრმესი მადლობა ყველა ქართველს თურქეთის რესპუბლიკაში და განსაკუთრებული მადლობა, რა თქმა უნდა, ბატონ ისმეთ აჯარს, ბატონმა ვახომ კარგად აღწერა ყველაფერი, მაგრამ მე მინდა დავამატო, რომ აი ფილმის გადაღების დროს ვიყავით იმ დელეგაციის შემადგენლობაში. ჩვენ ვესტუმრეთ ბატონი ისმეთი არის ართვინის ქალაქ ართვინიდან, კლასკურია მისი სოფელი, ვესტუმრეთ კლასკურს და აი იქ მოსახლეობის სიყვარული ყველა რომ მადლობას უხდის, აი იმ ხელა ქველმოქმედებები აქვს გაკეთებული, რომ ალბათ დიდი წიგნი რომ დაწერო და ჩამოწერო მისი გაკეთებული სასიკეთო საქმეები, მე ვფიქრობ ერთი წიგნი ნამდვილად არ იქნება საკმარისი. მოსახლეობა მადლიერია, მასთან მისული ყველა ადამიანი ალბათ არის, კარგად არის, უჭირს, სწავლისთვის თუ რისთვისაც არ უნდა მივიდეს, ის არავის ხელცარიელი არ უშვებს მისის სამუშაო ოთახიდან და თქვენ ბედნიერები ხართ, რომ ეს კაცი გეკუთვნით თქვენ, ამას კეთილი შურით ვუყურებ, რომ ხშირად ვეხუმრები ხოლმე, რომ ბატონო ისმეთ, ეგება აჭარელი ხართ და აჯარი იმიტომ ხართ მეთქი, მაგრამ ის მყარად დგას მის აზრზე, რომ არა, ის არის ქუთაისელი და ეს ბუმბერაზი ადამიანი, ეს კეთილშობილი ადამიანი, რომელსაც მთელი სამყაროს სიყვარული ჩატეული აქვს და ის ხშირად მეუბნება, რომ მე არასდროს საქართველოში მოგების მიზნით არ გავაკეთებ არაფერს, მე მხოლოდ გავაკეთებ საქართველოში სიკეთეს იმისთვის, რომ ჩემი საქართველო იყოს შვეიცარიასავეთ, წამყვანი სხვა ქვეყნებსავეთ წინა პლანზე და იყოს ბედნიერი, აი ამისთვის ის არსებობს და ამისთვის თქვენ ქუთაისლებს შეგიძლიათ რომ უმასპინძლოთ და მათთან ერთად მოისაუბროთ გეგმები და ქუთაისისთვის რაღაც ლამაზი საქმეები გააკეთოთ. ასე რომ ძალიან კარგი ადამიანი გყავთ, ეს განძია პირდაპირ თქვენი.
ძალიან საინტერესოა, თუმცა ქალბატონები მხოლოდ ერთ რამეში არ დაგეთანხმებით, რომ კი ბატონო, ის არის ქუთაისიდან, წყალტუბოდან, უხარია რომ ქუთაისიდან და ქუთაისელს ამბობს, მაგრამ აჭარაც, გორიაც, სვანეთიც, ეს ყველაფერი ჩვენი საქართველოა, სამეგრელო, ვინმე ქართლი, კახეთი, ზოგადად იმერეთიც, რა ვიცი, ყველაფერი ეს არის მთლიანად ჩვენი საქართველო, ამიტომ ის არის ჩვენებური ყველასი და თითოეულს გვეკუთვნის და აი ასეთი ჩვენია ასევე მე რაღაც ხაზგასმა მომიწია ახლა შოთა რუსთაველი, რომელსაც შევციცინებ და რომელიც პედესტალზე დგას და რომლის დონის ალბათ მე არ მეგულება არც ერთი მწერალი სოფლიო დონეზე ვსაუბრობ და აი სწორედ ვეფხისტყაოსნის ხელნაწერის შესახებ გვინდა გითხრათ ბატონ მერაბ, რომელიც თქვენ ჩამოიტანეთ, მოგვიყევით, როგორ მოხდა ეს? მე ბედნიერი კაცი ვარ, დიდი გარემოების გამო თქვენთან ერთად, რომ ჩვენ საუბრობთ იმენაზე, რაზეც ვეფხისტყაოსანი დაიწერა. დიახ. ადამიანი იმეროვნებისა რა ენაზე საბაგობს და სიზმარს ნახულობს. სიზმარს ნახავს სხვა ენაზე რომ დაიწყებ იმენის სწავლას, თან უნდა დაანებო, თორემ შენი დაგავიწყდება. ეს პირველი. რაც შეეხება მთავარს. პროექტი, რომელიც 2012 წელს დაიწყე ვეფხისტყაოსანს წერს საქართველოს, აქ ვინ ბრძანდება ყველას აქ მონაწილეობა მიღებული ამ პროექტში, ეს უკვე დიდი ხანია მიდის, დარჩა მხოლოდ 83 სტროფი ახლა 2018 წელს გადაწყვიტეს საინგილოში ამ პროექტის განხორციელება, იქ ბრძანდება და მინდა მივესალმო ამ ძვირფას ქალბატონს დარიკო ტარტარაშვილი, რომელმაც კოვიდის დროს ფეხით შემოიარა საინგილო და აზერბაიჯანში ქართველების მიერ გადაიწერა ვეფხისტყაოსანი. ეს ვეფხისტყაოსანი მისი ქალიშვილის ნათიას თაოსნობით მოხვდა თურქეთში და გადაეცა ვეფხისტყაოსანი იქაურ შოთა რუსთაველის საზოგადოებას. შოთა რუსთაველის საზოგადოებამ პირველ რიგში ქალბატონმა დარიკომ მიიღო გადაწყვეტილება ორხან ბერიძესა და სალომე ბარამიძესთან ერთად ეს ვეფხისტყაოსანი საჩუქრად გამოეცა ჩემთვის. ვეფხისტყაოსანი გამოიცეს საჩუქრად და ჩემი ცრემლები დელეგაციის წევრებმა ყველამ ნახა. საგანძური. გულში ჩახუტებული ჩამოგიტანეთ აგერ ქუთაისში. და არავისთვის არც მიმცემი ვარ ვისი და არც დამთმობი. სანამ ცოცხალი ვიქნები მე და ჩვენი ჯიში და სისხლი იქნება ცოცხალი, მანამ იარსებებს ეს ხელნაწერიც, ის ხელნაწერიც, რომელიც მთავრდება, ნეტავი ყველა გადაწერდეს ვეფხისტყაოსანს. და ალბათ ჩვენი იდეა იმისი, რომ რუსთაველის ქვეყანაში ცხოვრობ, ბოლოს მაინც ასე ვიტყვი, რომ რუსთაველი ჩვენი სავიზიტო ბარათია გალაქტიკის გარეთ და შეგვიგდით გადაცემის დასაწყისში, სანამ დავიწყებდით, სურამის გარეშე ამ სტუდიიდან მაინც არ გავარ ამბობდით. ფილმს რომ უაქტეს, რამე იმის ხარჯზე მაინც ვიტყვი. ამ გქონდა ორი რუსთაველი. კითხულთ დროს. ხალხის სიზმარეთში ბებერ არავერთან ხალხის სახელი და სახე ზეთა პოეზიის ერთი მამა ღმერთი ორი რუსთაველი ვნახე უცებს ამოსდგამდა დაბსნა ნაგარასა სოლიაც აკაოს ხვიდან ერთგან ტახტს მითმობდა ბძენი როსტევანი ერთგან ტახტის გამო მღნიდა მე საქართველო უფრო მეტი იყო და მამა ძაღლობაც მეტი სულ ფეხზე ეკიდა მურხან ზანზაროებს შენი გულანშაროს ბედი არც უცხომოყმის ზებნა რაინდუღი არც ხამთას იქით წასვლა ფატმანს უღეჯოდა შენი ავთანდილი ქაჩთა დაცალეწვის ნაცვლად ტერი მიდიოდა ტერი მოდიოდა ყოვლით დაყოლელი მხრიდან იგი მეორე შოთა რუსთაველი პირველს ძიძგენად ხვიდა უცებ გამეღვიძა შიშის სასტუმარზე ცემლის ცხელიკონად დავდე ღმერთმა დაგვიფანოს ღმერთმა საქართველოს ორი რუსთაველი ყავდეს უნდა ყავდეს 5 მილიონი ტარიელი 7 მილიონი ავთანდილი 10 მილიონი ისმენაჯარი და გორგილაძე ერთი და მე ბედნიერი კაცი ვარ რომ ამ დიდი სიყვარულის თანაზიარია თქვენთან ერთად და მადლობა მინდა გითხრათ და ღმერთო პირდაპირ ეთერში პირდაპირ ჯოს გადავიწენ დიდხანს აცოცხლე ამ ქვეყანაზე ეს ჩვენი ღირსეული ქუთათური კაცი რომელიც თურქეთში დიდ საქმეებს აკეთებს აქედან მოკითხვა ბატონისმეც და ჩვენი პროექტები რომელიც უკვე საერთოდ საშუალებას არ გვაძლევს
გენეალურ კაბინეტებზე და კიდე რაღაცებზე, ამისთვის როცა დიდ საქმეებს გავაკეთებთ, მე საკე გადაცემაში მოვალთ. მე გადაცემაში ნექსის ხალხზე ვიგანაგებ ყველა დანარჩენს. აუცილებლად. ასე დიდი მადლობა ამ დიდი მე წინასწარ გეპატიჟებით, უღრმესი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემა. მინდა გითხრათ, გულში და სულში ჩასახუტებელი, მოსაფერებელი, როგორც თქვენ აღნიშნეთ. ბატონო ვახტანგ, ძალიან კარგი იქნება თუ კი 18 წლამდე ახალგაზრდები კიდევ უფრო მეტად დაინტერესდებიან ქართული ენის, დედა ენის შესწავლით და ახლა კი მაყურებელს მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ უკვე ფაქტობრივად დავასრულეთ და რაც მერაბმა თქვა, ბოლოს დღევანდელ გადაცემაში ბოლოს მე ამაზე მეტი დასკვნითი ნაწილი საინტერესო ალბათ ვერც კი წარმომედგინა გადაცემისთვის და მინდა გადაცემის ბოლოს შემოგთავაზოთ ფილმი, რომლის რეჟისორიც არის ჩვენი სტუმარი ვახტანგ გოგრაჭაძე, ისმეთ აჯარი ვაჭარიძის შესახებ, რომელიც უხვად კი არა, დროულად გასცემს სიკეთეს, როგორც ბატონმა მერაბმა აღნიშნა. მე კი გემშვიდობებით მომავალ სამშაბათამდე, მომავალ სამშაბათს ზუსტად 19 საათზე საინტერესო სტუმრებით და მნიშვნელოვანი თემებით ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს. ნახვამდის, მადლობა. მნიშვნელოვანი ფაქტები, საზოგადოების ჩართულობა, ანალიზი, მთავარი თემები. საზოგადოებრივ პოლიტიკურ თოქ-შოუში თემა ნანა რობაქიძესთან ერთად.